Tu-154-თან დაკავშირებული ახალი დეტალები ერთ-ერთი ვერსიით მახაჩკალა მოსკოვის რეისზე თვითმფრინავს ზრავის პრობლემები ჯერ კიდევ მახაჩკალას აეროპორტში შეექმნა, რის გამოც ტექნიკური ბრიგადა პირდაპირ საზაფხულო ველზე გამოიძახეს. დაღესტნის რესპუბლიკის აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ Tu-154-ის თვითმფრინავის ზრავს, რომელიც გუშინ დომოდედოვოს აეროპორტში ავარიულად დაიშვა, პრობლემები მოსკოვში ჩაფრენამდე შეექმნა. როდესაც ეკიპაჟი ლაინერს ასაფრენად ამზადებდა, თვითმფრინავის ყველა კვანძის შემოწმებისაც ზრავის ელექტრონულ სისტემაში ხარვეზები აღმოჩნდა. ზრავის ჩართვისას სქემა ბოლომდე არ მუშაობდა, რაც ტურბინების გათიშვის საშიშროებას ქმნიდა. Tu-154 მორიგე ბრიგადამ შეამოწმა და ხარვეზები გამოასწორა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ავარიული სიტუაციის განმეორების საშიშროება, რეისის გამგზავრება მხოლოდ მოკლე ტესტირების შემდეგ გადაწყდა. მოსკოვამდე Tu-154 უპრობლემოდ ჩაფრინდა. საგანგებო სიტუაცია კი მხოლოდ მახაჩკალისკენ გაფრენისას შეიქმნა. დაღესტნის აეროპორტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტერნეტ გამოცემა Live News-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ელექტროსისტემაში ხარვეზები თვითმფრინავს მანამდეც ჰქონდა, თუმცა ტრაგიკული შემთხვევა არ მომხდარა. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში Tu-154-ის ავარიულად დაშვებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი მათგანი დაღესტნის პრეზიდენტის ძმა.